საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? შემოგირდებით სიბნელიდან. გავიდე? ავანთო შუქი. ავანთო. აუცილებელი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის სათქმელი, ამიტომ ყველას დაგპატიჟებთ და შუმანის რეზონანსზე ვისაუბრებთ. თუ რა რეალურად რა შეგვემთხვა მე და თეას შუმანის რეზონანსთან დაკავშირებით და მინდა რომ ჩემი მსმენელი ასევე დავპატიჟო ყველა ჩემს დაბადების დღეს. ხვალ არა მეგობრებო, ხვალ არის ჩემი დაბადების დღე. მაგრამ ზეგ მინდა დაგპატიჟოთ ყველა ჩემი დაბადების დღის გამო ყველა მინდა დაგპატიჟოთ კაბენის მონასტერზე და რატო ეხლა მინდა გითხრათ, აგიხსნათ რა მოხდა კაბენის მონასტერზე, როდესაც მე და თია ვიყავით და შუმანის სკალა იყო ავარდნილი 60 ყველაზე მაღალ სიხშირეზე იყო ავარდნილი. ეს მოხდა დაახლოებით ვიტყვი რამდენიმე თვის წინ, ალბათ 1 წლის წინ რა. ამიტომ მინდა დაგპატიჟოთ 1 წლის წინ არა, იმიტომ რომ ზაფხული იყო და ზაფხულში ვიყავით იქ. ყველა მინდა დაგპატიჟოთ ზუსტად ამ კაბენის მონასტერზე, სადაც ჩვენი ყურით გავიგეთ, რომ შუმანის შკალის რეზონანსის მიხედვით, როდესაც ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა შუმანის შკალა, ხმა მოვიდა მიწიდან, ანუ საიდან მოდიოდა, მთებიდან. ყოველ შემთხვევაში იმ ადგილს განახებთ, საიდანაც მოდიოდა, უბრალოდ გასაკვირია, რატომ მოდიოდა ეს ხმა. ანუ დედამიწის შუაგულიდან ამოაღწია ხმა. რატომ მივხვდი ახლა, რომ დედამიწის შუაგულიდან ამოაღწია ხმა, მიცით? დღეს მოვისმინე მურბან ჯოხაძის ლექცია შუმანის შკალის შუმანის რეზონანსზე და დავპოსტე კიდევაც ჩემს ვიდეოში, ჩემს პოსტზე, ჩემს გვერდზე, Facebook-ზე და მივხვდი, რომ აი სწორედ ესეც იმის ნაწილი იყო, რომ ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მე და თია ვიყავით და ის კითხვა დავშვით იქიდან პირდაპირ პასუხი გაგვეცა. რა ხდება ახლა დედამიწის შუაგული და რატო ამოდის ეს მაგნიტური ველი და რატომ ამოდის ეს ხმა? და ეს იყო ანგელოზთა გალობა იყო, ანუ ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, ეს იყო ანგელოზთა გალობა, იმიტომ რომ ეს ხმა იყო რაღაცა არა ამქვეყნიური და ძალიან ლამაზი ხმა იყო, ანუ გალობა იყო, რომელიც მოდიოდა საიდანღაც მთებიდან. ხო? და კიდევ ის მინდა გითხრათ, რომ იქ იმ ადგილზე არაფერი არ არის, სადაც იგალობდნენ ვინმე ეკლესიაში, ან მღვდლები, ან ადამიანები და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ადამიანური ხმა. ეხლა რას დავაკავშირე ეს, იცით, რომ დრო ამოსული, ანუ უკვე გახსნილია და 7 ჰერცზე თუ ვიყავით აქამდე, 70 ჰერცზე ავედით. რასაც ბატონი მურმან ჯოხაძეც ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე გავჯერდებით ამ სიხშირით, ანუ 7 ჰერცზე რო ვიყავით, წარმოგიდგენიათ რა იმაში ვიყავით უკანალში. ხო, 70-ზე ავედით. ეხლა ნახეთ, 70-ზე ასვლის დროს რა ხდება? აბსოლუტურად ყველა რაც დაფარულია, ეხდება ფარდა. ყველა ტყუილს, ყველა მითს, ყველა მოგონილ ამბავს თუ ნამდვილ ამბავს ეხდება ფარდა. ამინ, ამენით. როგორც იქნა სიდონებო გილოცავთ, გავტეხეთ, შევახციეთ შუაგულში. დედამიწის შუა უნიონში შევახციეთ და ამას მოყვა შედეგებიც. ეხლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს რაღაცა სისულელეს ლაპარაკობს, პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ სანამ ეს შუმანის შკალა ავარდებოდა 70 ჰერცზე, მანამდე ჩვენ სიდონში და ჩვენს ლაივებში შეგიძლია მოისმინოთ, რაზე ვსაუბრობთ და როგორ გავხსენით ჩვენ ესა თუ ის განი და ველები და სიტყვები, როგორ შევასწორეთ, გავმართეთ.
ამან გამოიღო შედეგი და სხვათა შორის ფიფკი, როდესაც წარმოვქმნით, აი ფიფკის მეშვეობით ჩვენ შევედით უნიონში. უნიონი არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენამდე დაფარული იყო დღემდე, მაგრამ მადლობა იმ ძალას, რომელმაც ძალამაც ჩვენის მოგცა, ყოვლად უხრწნელმა ნათელმა, რომ ჩვენ ლაზარეს ენით გაგვახსნევინა სწორედაც რომ უნიონი. მე გითხარით და გეუბნებოდით, რომ აი ნახავთ ახლა რეები მოხდება. მართლაც დაიწყო და დაიწყო როგორც ბატონი მურვან ჯოხაძე ამბობს, ასევე ადასტურებს ცეცხლოვანი წელი, სადაც ერთი ციკლი სრულდება და მეორე იწყება და არაერთხელ მithქვავს თქვენთვის ამ ბოლო ხანებში, რომ იწყება ახალი ერა. ამინ, ამინით, აგერ ჩვენ უკვე დასტური მოგვივიდა, შუმანის რეზონანსი ავიდა, გაათმაგდა. ეს იცით რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მოემზადეთ იმ ფაქტები, არ მიიღოთ, ისეთ ინფორმაციებს გაიგებთ, რომ შოკში ჩავარდებით, გინდა საქართველოში და გინდა საქართველოს გარე წრეებში. უკვე დაიწყო, აგერ ეპშტაინის ამბებით დაიწყო, ეს იყო შოკის მომგვრელი, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ჯერ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახლა და ახლა უფრო და უფრო თანდათან გამოვა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით 2026-ში თამარი საკლდამა გაიხსნება. 2026-ში გამობრძანდეს უნდა, გამზადეთ მაცხოვრის საპატარძლოს უფრა. ეს სიმღერა დაიწერა მეგობრებო, ლექსი დაიწერა დაახლოებით რამდენიმე თვის წინ და შემდეგ სიმღერა შევქმნი და დღეს ვივარჯიშე ეგ სიმღერა სხვათა შორის გიმღერებთ თუ გინდათ. 800 წელზე მეტია თამარ მეფის საკლდამა, სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა. მოახლოვდა დღე აღდგომის, ვისაც გინდათ, ვისაც უნდა ვიმარჯიშე. მოიცა, ეხლა გავალათ ბავშვებს წინავთ, ხმას ავწევ ცოტა. დღეს ვივარჯიშე და უნდა გიმღეროთ, ხო? უნდა გიმღეროთ რა ვივარჯიშე. თანაც თუ არის შესაძლებელი, შეიძლება ჩაგირთოთ ეს აქ. ვიხარია მეგობრებო, ძალიან ვიხარია, ძალიან ვიხარია. Very nice, very nice. ერთი წუთით. გორჩავთ ახლა. YouTube-დან. YouTube-დან. გავიდით იქით ოთახში. მოკლედ, მეგობრებო, თამარ მეფის საკლდამა აუცილებლად გაიხსნება და რაც არ უნდა გულები იხეთქოთ ხო და გულები გისკდებოდეთ ამის გამო, მაინც გაიხსნება. ასე ვისურვე მეგობრებო და ასეც მოხდება. ვიღაცები წერენ რა კაი ტიპი ხარო, რა კარგი ტიპი ხარო. ასე დაწერილაო და შენ გაიხსენეო და ხო, მეგობრებო, მე გავიხსენ. არ გიგონოთ რომ მე რაღაცებს გატყუებთ, მე ვიხსენებ რაღაცებს და ამიტომ მოგონილი არის მოგონებული. ანუ მოგონებული, ვიგონებ, მოვიგონე, გამახსენდა, ხო? მომაგონდა. მარინოს სხვათა შორის ერთხელ მე და მურმან ჯოხაძეს ვიჩხუბეთ, იმიტომ ვიჩხუბეთ, რომ რაღაცა აზრებში ვერ დავეთანხმეთ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად შეგიძლია შენი კოდი შეიყვანო ერთი წუთით. ძალიან ცუდად მოიხსენია ქრისტე და მე თვითონ ხო იცით მე ქრისტეს როგორ ვიცავ. ხო და გრი არ გამოვა. ვინც ქრისტეს მიძაგებს მუშტის სახეში. არა, ეხლა მართლა მუშტის სახეში კი არა, ამბის რა უნდა ეხლა ეს ბუზი საიდან მოვიდა. მოიცა მოვძებნოთ ეხლა.
თამარ მეფის აკლდამა სიმღერა რო დავწერე და თან გიბღერებთ მიხარია მოახლოვდა დღე აღდგომის, ვისაც გინდათ იცინეთ. რა კარგია, მოიცადე, საწავიდა. რა ხდება? თამარის ლაივში შევიჭრიდეთ თამარის ლაივი. მე მოვცეპნოთ იქ ვიდეოები. მე მოვცეპნოთ იქ ვიდეო კლიპები. და მე მოვცეპნოთ თამარ მეფის აკლდამა. Это полный обман. Я собираюсь сообщить о вас в новостях. რეკლამები. მოკლედ. რა ხდება? როგორ მიხარია ეცეთ მეგობრებო, როგორც იქნა გადმოხვალთ ჩემს სიხშირეზე და ბოლოს აღარ ვიქნებ ესე გაუგებარი თქვენთვის. ყველანი გაიგებთ ახლა რას ლაპარაკობდი აქამდე 4 წელი რომ ლაპარაკობდი, ვილაპარაკე და ყელი დამეყალა ხალხო. ვიდეოს შორტებში მაქეკ, ხო, შორტებში. წავიდა 1334 ნახვა აქვს ჯერ მარტო? ოღონდ დავაკავშიროთ ახლა. და ოკეი. წავიდა. ჩავწერთ ოღონდ ცოტა. ავდგეთ, თორე ამას ისე ვერ იბღერებ. დიაფრაგმა სჭირდება, თუ რა კარგი ყოფილა. თამარ მეფის აკლდამა სადღაც გადამალურში საძევარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლი მის კაბით კი ერთით მეც 2026-ში გამოგზამდეს უნდა გამზადეთ მათ ცხოვარის საპატარძლო სუფრა თვანაცნავი ოქროს ესე ვერ მიყვები ამას და ოქროზე მეტიც სხვა ვერავინ ვერ ჩაიცმევს თამარს ვითაცვია ახალია დღეს მსგავსი რატო გამოირთო? მაინც უნდა გამოირთოს ხოლმე ეთყობა ეს ჩაირთო და იმიტომ აქ უნდა გამორთო ეხლა დავიწყოთ დიდი შოუ მალე გაგვირდებით როგორ შეძლო თამარმა და ძლია საკვირველი 2026-ში გამოგზამდეს უნდა გამზადეთ მათ ცხოვარის საპატარძლო სუფრა 220 თვალაცნავით არა მეგობრო ჯერ კარგად ვერ მღერია და ოქროზე მეტიც
ესე ვერ მღერი ვარ, თქვენს წინაშე კიდე უფრო მეტად ვერ მღერი ვარ, იმიტომ რომ ცოტა დავიძაბე ხა რაღაცნაირად. თქვენ ესე თქობა ესე აბა როგორ იმღერეს, ესე ფიქრობთ, ხო? აბა როგორ იმღერეს. და ამას ვძნობ ხა ყველაფერს. მაგრამ ახლიდან მინდა მოგასმენინოთ აუცილებლად. ეხლა გადავიდან ყურადღებას აქ და თან მიმღერებ, ხო? ახლიდან დაიწყოს. ეს დრო იცი გადის. რვას წელზე მეტია თამარ მეფის საკლდამა სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს სამს დავითვლი მის კაბით კი ერთით მეც 2026-ში გამოგზავნდეს უნდა გამზადეთ მათ ცხოვარის საპატარძლო სუფრა 220 თმანაცნავი ოქროს ფურთულებით ოქროსია კაბის ფასით და ოქროზე მეტიც სხვა ვერავინ ვერ ჩაიცმევს თამარს თვითაცვია ახალია ძველს მოდავსი უკვე აღმდგარია გველოდება დიდი შოუ მალე გაგვირდები როგორ შეძლო თამარმა და ძლიერ საკვირველი 2026-ში გამოგზავნდეს უნდა ეს ცოტა ძნელი სამღერია საპატარძლო სუფრა ოქროს ბურთულები ოქროსია კაბის ფასი და ოქროზე მეტი სხვათა შორის მეგობრებო, აი ეს ძეგლი ხო, ეს ძეგლი რომ გააკეთეს და ქვა რო აირჩიეს, აი ამ ძეგლზე ალაპარაკი. დგას ახალციხეში. რო აირჩიეს ამის ქვა და დაიწყეს გამოთლა. როგორც მე წავიკითხე, გიყვებით იმას. გულის ადგილზე აღმოჩნდა ქვა, რომელიც იყო ცოცხალი, ანუ როგორ გითხრათ, ცოცხალი კი არა, სხვანაირი გადმოვიდა რაღაც სითხე გადმოვიდა და ცოცხალი ქვა აღმოჩნდა გულის ადგილზე. ხო, და რაღაცა თქვაო, მე ილია მეორე პატრიარქმაო და მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო ამბებია რა, ძალიან ეხლა როგორ მაინტერესებს 2026-ში. მეგობრებო, დღეს საღამოს არა, ხვალ ხდები 41 წლის. რატოა ეს მნიშვნელოვანი 41 წელი, იცით? იმიტომ რომ ეხლა რო გეტყვით, არ გაგიკვირდეთ. იმიტომ რომ თამარ მეფე წესით და რიგით უნდა გარდაცვლილიყო 41 ან 42 წლის ასაკში. ხო, ეხლა ეს რას ნიშნავს? თამარ მეფემ რაც დაიბარა, რომ ისევ მოვიდოდა, ხო? უნდა მოხდეს 41 წლის ან 42 წლის ასაკში. ესე იგი, გამოდის, რომ თამარ მეფე გაიღვიძებს. ესე გამოვარა რეალურად. ხო, ალურად, გესმით? ალურად. და არა ყუდ
და თხაეურავთ, ან კუდრხეულად. ხო, კურთხეულიო, ხო ამბობენ, კურთხეულიო და კურთხეული კი არა, კუდრხეული. კუდრხეული რა არის, იცით? კუდრხეული თევზი არის კალმახი. კუდრხეული თევზი არის ცოცხალი და კუდურხევი თევზი არის მკვდარი. და თვითონ ეს სიტყვაც ჩასწორდა თავისთავად კურთხეული. არც კუ არ გვინდა და არც თხა, მაგრამ ჩვენ გვინდა კუდრხეული. გესმის? რატომ გვინდა კუდრხეული, იცით? იმიტომ რომ ცოცხლები ვართ, რომ გავიგოთ რომ ცოცხლები ვართ. ხო. ასე რომ რატო გამახსენდა ხა ეს სიტყვა, აი ჩემს წინდებს კუ და ხო და მეგობრებო, ასე თქვა ჯოხაძემაც, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაიწყო ამ შუმანის რეზონანსის აწევა და რა ვიცი, ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგვიბარებია, მშვენიერია. ხო, გეპატიჟებით მეთქი ყველას, რატომ ეხა სუფრას ვერ გაგიწყობთ, მაგრამ აუცილებლად აგიყვანთ კაბენის მონასტერზე, ასურეთში, მეგობრებო, შეგიძლიათ მობრძანდეთ შაბათს, ასურეთში. ჩემს დაბადების დღეზე, უпростоრად ერთი დღის მერე. და წავიდეთ კაბენის მონასტერზე, გაგიძღვებით წინ, მთეაც იქნება, აუცილებლად, თეა და მე გეტყვით თუ სად ვიდექით, რას ვლაპარაკობდით და როდის მოხდა ეს ყველაფერი, როცა დაიწყეს მთებმა გალობა. ახლა მეგობრებო, რა ვიცი, კიდე რა გითხრათ სხვა, ძალიან მიხარია. და კარგია რომ მიხარია, ხო ასეა. რა სიტყვით, თქვენ რა სიტყვით, აბა ხო, სხვათა შორის მომწერეთ წინასწარ როდის მოხვალთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ წავედით დილით, აი მაგალითად ესე 11 საათისთვის აქ თუ არ იყავით ასურეთში, ხო? მე უკვე დაგვიანდება, იქ ასვლას და ჩამოსვლას ვერ მომასწრებთ. ჩაიცვით, აუცილებლად ფეხზე გეცოთ სალაშქრო ფეხსაცმელები, კეტები არ გამოგადგებათ, თან მით უმეტეს თუ იყო წვიმიანი, თუ წვიმიანი იყო ვერავალთ. თუ წვიმიანი იყო სამწუხაროდ ვერავალთ. მაგრამ ავალთ წმინდა გიორგის ეკლესიაზე. ხო, როგორც გითხარით, ჩაიცვით სამგზავრო სალაშქრო ფეხსაცმელები და წამოიღეთ წყალი. წყალი შეგიძლიათ აქაც იყიდოთ, მაგრამ შეგიძლიათ ასევე წამოიღოთ თუ ახლა მაგალითად ვერ გაძლებთ ჭამის გარეშე, შეგიძლიათ წამოიღოთ რამე საჭმელიც, იმიტომ რომ ფეხით ვივლით და 6 საათის განმავლობაში ვიქნებით წინ და უკან გზაში. ხო, თან იქაც ხოლმე ვილაპარაკოთ კიდე. მოგიღეთ რაღაცეები. სად მიმყავხართ ახლა ნახეთ, ეს არის კაბერის მონასტერი. რაც დღეს უკვე ლაივში მქონდა. კაბერი იყო თამარ მეფის შვილი, უკვე ესე გამოვაცხადებ, იმიტომ რომ შინაგანი ხმა მეუბნება ასე იყო. კაბერი იყო თამარ მეფის კაბერი და რეზი უნდა ყოფილიყვნენ წესით. რა ვიცი, თუ მართალი არ ვარ, ეგეც გაიგვევა, მაგრამ მე უკვე ვიცი, ანუ შინაგანად მზადყოფნაში ვარ და რეზონირდა ჩემთან ეს საკითხი, რომ კაბერი და რეზი იყვნენ თამარ მეფის შვილები, რომლებიც თამარ მეფის გარდაცვალების მერე აიყვანეს სვანეთში და ჩააბარეს სვანებს, რომ ისინი გაეზარდათ, ისინი იყვნენ მეფის შვილები და მათი შთამომავალი შემდეგ მეიმაძლევს იმ წერილს, რომელიც წერილის მიხედვითაც ჩვენ გავიგეთ, სად არის თამარ მეფის აკლდამა, რომ ის არის უშკულში, ის არის მასხოვრის ეკლესიაში. ჩასასვლელიც ვიცით როგორ არის და ასე შემდეგ. სად უნდა აღვნიშნოთ შენი დაბადების დღე თუ არა კაბენზეო თეა ამბობს. ხო, თეა ძალიან მაგარი აზრი მომაწოდეს, სხვათა შორის მე არ მომივიდოდა ეგ აზრი, ეგ აზრად არ მომივიდოდა, მაგრამ კარგია რომ მომივიდა ეს აზრი. შენი წყალობით. ხო, და რა ვიცი. ბატონ მურმან ჯოხაძესაც გადავხდი მადლობას აქედან, რომ ინსპირაცია მოახდინა ჩემზე დღეს. რატომ ვუყურე ამ ვიდეოს არ ვიცი, მაგრამ ესე უნდა ყოფილიყო ალბათ. საჭირო იყო. ხო. რაც შეეხება კიდევ რა დაგჭირდებათ, ანუ ასურეთში ახლა როგორ ამოხვალთ, იცით, ასურეთში მოდიან ავტობუსები სამგორის
რა ქვია მაგას, სადგურიდან. და თუ სამგორის სადგურიდან არა, ისნის მეტროდანაც მოდიან, ოღონდ მეტროსთან არა, აქეთ არის გაჩერება. ხო, მოკლედ, ამოვხვალთ რა, მიპოვით, ვისაც პოვნა უნდა, ასურეთს იპოვის. ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი. ხო და რომ მოხვალთ აქ, ჩემი ტელეფონის ნომერს არ გეტყვით, იმიტომ რომ ყველამ რომ დამირეკოს, მე იქ დაკავება იქნება ის და პირდაპირ მისამარს გეტყვით, მეგობრებო რა. შვაბების ქუჩას გამოუყვებით და ეკლესიას ნახავთ, გერმანული ეკლესია სადაც არის. გერმანულ ეკლესიასთან მოხვალთ. ესე იგი 11 საათზე მე ვიდგები გერმანულ ეკლესიასთან. ლუთერანულ ეკლესიასთან მოხვალთ იქ და მერე წავალთ, დაველოდებით ხალხს, ალბათ 9 საათი, მეტი არა და მერე უკვე გაუყვებით გზას. თია ამბობს თბილისიდან, ვინც წამობრძანდებით, დამიკავშირდით და მიგიყვანთ თამართანო. ამბობს თია. მეგობრებო, აი ჩემს მეგობარ თეას დაუკავშირდით. აგერ კომენტარებში არის წერილი თიასი. Facebook-ზე დაუკავშირდით და თეაც მოდის თბილისიდან და წამოხვალთ იქ და ვნახავთ, ავალთ. მოგიყვებით კიდევ რაღაცებს, ხო? იქ ადგილზე. აბა რამდენი ხალხი მიყურებთ ახლა, რამდენს გაგეხარდათ? ილი ამბობს, რომელ მხარეს არისო? რომელ მხარეს არის და თეთრიწყაროს რაიონია ეს. თეთრიწყაროსკენ უნდა წამოხვიდეთ. დღემდე არ მჯეროდა რა, ილია. რა არ გჯეროდა დღემდე. 800 წელზე მეტია თამარ მეფის აკლდამა, სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა. ხო და მოვძებნეთ. Yes. იცით რა უხელა რაღაც ხდება, აი თქვენ ვერ წარმოიდგეთ, ეს რა უხელა რაღაც ხდება, რა უხელა ომი იყო, რა უხელა თქვენ არ იცით, ეხლა რა ხდება ჯერ, არ იცით, შოკში ჩავარდებით, გელოდება დიდი შოუ, მალე გაგვირდებით, როგორ ძლია თამარმა და არა როგორ შეძლო თამარმა და ძლია საკვირველი, ხო? როგორ ვნახავთ ყველანი ვნახავთ მაგას. ყველანი absolutely free. გელოდებით მეგობრებო კომენტარები, აბა დამიწერეთ კომენტარები, კითხვები თუ გაქვთ. არ გაქვთ კითხვები? ძირითადად მე მისმენენ საზღვარგარეთიდან, რაიონებიდან, ბევრი ხალხი არ იქნება, ეხლა არ შეგეშინდეთ ბევრი ხალხის. მე ვიქნები მთავარია და თია იქნება, კიდე იქნებიან სიდონის რამდენიმე წევრი, გააგაცნობთ იმათაც და საჩუქრები, ხო, საჩუქრები მოიტანთ საჩუქრებს, არ გიტყვით მეგობრებო, საჩუქრები იქნება თქვენ თუ მოხვალთ, ის არის საჩუქარი ჩემთვის. ხო, ესე შევთანხმდეთ, ხო? თქვენ მოდით ჩემ საჩუქრად. ხო, არა, მეგობრებო, სადღაც ქალაქ ურიში არ მიმყავხართ თქვენ, სადაც პასპორტები და პირადობის მოწვევები გჭირდებათ. სადაც ვირები და მთელი ბარგი არ გჭირდებათ, მოდით უბრალოდ ჩაცმულიყავით, ფეხზე, თავარია ფეხზე გესვათ ისეთი ფეხსაცმელები, რომ ტალახში ციაროთ და let's go. რა კარგი ხასიათზეა, რა ხდება? ეს ხდება შუმანის რეზონანსი, რეზონი და ჩემთან. კაბენი იმდენად საინტერესო ადგილია, ვინც ერთხელ მაინც მოახერხებს ასლას, შემდეგ მიხვდება, რასაც ვსაუბრობ. მართლა ესია, მართლა. კაბერის მონასტერი ყველა ქართველს უნდა გქონდეს ნანახი. იქიდან დაგანახებთ. კიდევ იმ ადგილს, სადაც თამარი გარდაიცვალა, დღესაც მოვყევი
დემნაუხლის წულზე და დემნას დაბრმავებაზე, იმასაც მოგიყვებით, ოღონდ კი კიდე უფრო გავრცობილად და მოგიყვებით თამარის დიდი ეკლესია, სამება, ღვთისმშობლის სახელობის, როგორ გააქრეს საძირკვლიანად. რა კარტები იშლება ცნობიერების ასამაღლებლად? კარტებზე არ ვიცი ხა როგორ შევადარო, მაგრამ იხსნება ურფონლი. ანუ ქართული ანბანის მიხედვით ურფონლი იხსნება. უფალი. უნი, ფონი და ლი. ანუ ურფონლი, ანუ უფალი. ანუ რა იხსნება? იხსნება დიდი საიდუმლოებები, დიდზე დიდი საიდუმლოებები. რამე თუ მოდის უკვე მაცხოვარი, მოდის შემოვა მზე გახსნილია, უნიონი გახსნილია, ცნობიერი გახსნილია. მადლობა სიდონის ჯგუფს, აი მართლა დიდი მადლობა. ჩამოდით საქართველოში ხალხო, ჩამოდით, რეზონანსი დაიწყო, უკვე დაიწყო. ეხლა დიდი რაღაცები მოხდება, დიდი, ეხლა მარტო კარგი რაღაცები კი არ მოხდება, დიდი ცვლილებები მოხდება, დიდი აფეთქებები და დიდი ცეცხლისღვრები და დიდი გარდიშიშლები და კი არ გაშინებთ. ეს არის კოშკის დანგრევა ახლის ასაშენებლად, გესმით? საფლავის მძარცველ მტერს დაუმალესო გელათში ღია ცისქვეშა საფლავები და შენობაშიაო საძვალე. პეჩენა, ეგ იცით როგორი ამბავია, ხალხი რომ დააბოლეს და აი აქ არის თამაში და ყოველ წელს ამოიღებდნენ რაღაც ძლებს, დადიოდნენ, შემოუტყავდნენ კრუგს, აი თამარ მეფის ძლები და რაღაც. თამარ მეფე თაფშია, არ გახწმილა. იხილავთ ჩვეულებრივ მდგომარეობაში. აი როგორც ახლა მე მიყურებთ, ისე იხილავთ. იმასაც. ხო რა კარტები ბრჭყალებში ვიგულისხმენ. ხო და ეხლა ნახე ეგ გელათის ამბავი, ეგ წიგნიც არის პეტერე რაღაცა ჯღლათი წიგნია დაწერილი. მოკლედ რა ხდება ეხლა იცით? მან რო ჩაატარეს ესე იგი გათხრები გელათში, ხო? იყო მოკლედ ძვლებს ამოიტანდნენ ხოლმე. გახსნიდნენ ყოველწლიურად, ამოიტანდნენ ვიღაცის ძლებს, ხალხი დაკმაყოფილდებოდა, ხალხს დააკმაყოფილებდნენ ცნობიერს და პარაკლის ჩაატარებდნენ ვითომ და ჩაადებდნენ მერე ამ თამარის ძლებს და ესე ტარდებოდა ყოველწლიურად თამარ მეფის პარაკლისი. სინამდვილეში ეს იყო იმისათვის, რომ აერიდებინათ ხალხისთვის ხალხი მოეზიდათ რა. ხალხი რომ მოეზიდათ იმისთვის იყო საჭირო და თან ხალხის ცნობიერი დაეკმაყოფილებინათ. ხო და მან სხვა რაღაცები ხდება. მინდა ის ადგილი ვნახო, რომ გააქრეს ეკლესია, როგორი სურვილი მინდა, ძალიან მაინტერესებს. ხო, ჩამოდი თამო, ჩამოდი და ესე იგი შაბათს, ეხლა შაბათს რა, ზეგ. ხვალ არა და ზეგ, 11 საათზე აქ ასურეთში. დაგხვდებით, მეტი რა გითხრათ. იმ ეკლესიის სურათი გამომიგზავნა სხვათა შორის, იცით რომელმა არქეოლოგმა? იმ არქეოლოგმა, რომელსაც მაცხოვრის ეკლესიაში გათხრები ქონდა ნაწარმოები, ან უშკულში. ხდებით ხო? ანუ იმ არქეოლოგმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, რომ მე-19 საუკუნეში ეს ეკლესია ჯერ კიდევ იდგა. ეს სამების ეკლესია თამარის მიერ აშენებული. თამარის მიხედვით აშენებული რა. თამარმა კი არ აშენე, მაგრამ თუმცა თამარი ძდებდა ხოლმე ქვებს. ხო და რა მინდა გითხრათ? მე-19 საუკუნეში სურათი არსებობს ამ სამების. ეს სამება სად გააქრეს მე-19 საუკუნის მერე? საძირკვლიანა გამქრალია რა. აი საძირკველიც არ არის, საძირკველი მაინც დაეტოვებინათ, ბიჭო, ისეთ
ისეთ საძირკველს უკეთებენ ხოლმე ეკლესიას, რომ საძირკველი წესით უნდა დარჩენილიყო რა, მაგრამ არც საძირკველი არ არის. თუმცა იქ ეტყობა, რომ იქ იდგა ეკლესია. მონახას. რაც ბაგრატუნებს თქვენთვის ზარალი აქვთ მიყენებული, ისე იმ უნდა ყავდეთო. ბაგრატუნები ვინ იყვნენ არ ვიცი. ბაგრატუნებს მოიხსენიებენ ეს სომეხი ბაგრატიონებიო ვითომ და ბაგრატუნები დაარქვეს და ბაგრატონიანები ერქვათ. ბაგრატიონებს. ხო. მათ შორის მეც ბაგრატონიანის ხო. ბაგრატონიანი ვარ მეც, ხო, და ასე რომ ჩემთან არ გაგივათ ეგ ტყუილები. იცით რა არის? ბაგრატონიანებზე ადრე იყვნენ, უფრო ადრე იყვნენ აშოტ კურაპალატის შთამომავლობა. აშოტ კურაპალატის შთამომავლობა გაყოფილი არის. ერთნი ესე იგი რაჭაში არიან გადამალულნი და მეორენი არიან უკვე ბაგრატონიანების კლანში რა და აი ეს გადამალულები ვინც იყვნენ რაჭაში, ხო? აშოტ კურაპალატის ხაზი. მინანუსი. ხო, აი იმის შთამომავლები ვართ ჩვენ. აშოტ კურაპალატი ტაო-კლარჯეთის მიმდებარე ტერიტორიების მმართველი იყო. მოკლედ, ჩვენ ავალთ შაბათს კაბენზე და ძალიან მიხარია. შუმანის შკალის მიხედვით აქ წესით ჩვენც უნდა ისმოდეს. თუ შუმანის სკალა არის ასული მართლაც ისე როგორც ამბობენ, მაშინ ჩვენ ის ხმა უნდა გვესმოდეს. ანუ ის გალობა ჩვენ ეხლას უნდა ისმოდეს რა. გესმით? ერთი კვირა არის უკვე ესე დგასო ეს რეზონანსი და არ ყოფილა ახლა ამ ერთი კვირის განმავლობაში იქ მაღლა, მაგრამ თუ ვინმე ბერი არის, ვკითხავთ, გაიგეს თუ არა ეს ხმა. წესით იყვნენ ბერები, მანდ ორი ბერი იყო და მერე რა მოხდა არ ვიცი. დარჩნენ ეგენი მან თუ არა, არ ვიცი. ვნახავთ ახლა შაბათს. მოკლედ, ჩემო საყვარლებო, ხო, თქვენი საჩუქარი რა იქნება, იცით? ვინც მოხვალთ და ვისაც უკვე ჩემი წიგნი არ გაქვთ შესყიდული, შეგიძლიათ ჩემთან შეისყიდოთ ჩემი წიგნი და ეს იქნება თქვენი საჩუქარი. რო არ იწვალოთ რა საჩუქარზე, ახლა ზოგი ადამიანი, მე მაგალითად არ მიყვარს საჩუქრებზე ფიქრი. ეს არის ჩემთვის დიდი კატასტროფა ხოლმე. ადამიანი რა უნდა ვაჩუქო და ვფიქრობ და ძალას მაცლის ეს ყველაფერი რა და გადაწყდება უცბად ესე არც კიდე საჩუქარზე ფიქრი, არაფერი. რახან დაბადების დღეზე დაგპატიჟეთ ახლა ყველა ჩემი მსმენელი კაცო, ეს მარტო ის კი არ არის, რომ მარტო სიდონის წევრები, ყველა. ხო და მოკლედ ვინც მოხვალთ და გაიხარებთ. აბა წავედი ახლა გაგოცით. ერთი კომენტარი შემოვიდა. ქალდეველებია ყველა მეფეები წინარე ებრაელებიან. აუ რეჩენა თუ რა ქვია, რა ძალიან არეული გაქვს რა შუაში ებრაელები ქალდეველებთან. არაფერ შუაში არ არის რა, ნუ ყველაფერს ერთმანეთს რა. ებრაელები, ქალდეველები აქ რამდენი წელი ცხოვრობდნენ და არსებობდნენ, ებრაელები რომ შემოეთრინენ აქ და დასახლდნენ და მერე აღარ გვინდა რა მაგას საუბარი რა. ეხლა ებრაელებზე ქართლის ცხოვრებაში პირველ თავში ჩაიხედეთ პირველ ტომში და ნახავთ რა მოხდა, ვინ იყვნენ ქალდეველები და ვინ იყვნენ ებრაელები, ხო? და აქ ტყუილ უბრალოდ ეხლა ეს სიტყვები არ ვატყაპუნოთ, კარგი? წავედი.